მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს ორშაბათია, 8:30-ია, პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები მე გიორგი ლომია და ჩემი თანაწამყვანი ბატონი გოჩა ჯოჯოა ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში. მეორე ნაწილში როგორც ყოველთვის ჩვენ შემოგვიერთდება საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძე, ჩვენი კოლეგა. ახლა კი მე მინდა გადაცემა დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ მოусამძიმრო სრულიად საქართველოს ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ეს უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მგონი თითოეული მართლმადიდებელი ამას გრძნობს და ამას ხვდება. გავა წლები ბუნებრივია, რომ საქართველოს წლები არა ეხლა 40 დღეში ახალ პატრიარქს აირჩევს სინოდი, საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება, მაგრამ ჩვენ ბევრი პატრიარქი ყავდა, ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ისეთი პატრიარქი, როგორც იყო ილია მეორე, მე მგონი საქართველოს არ ყოლია. მან ბევრი რამ გადაიტანა, მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ცუდია ინტერნეტში ხვდება ხოლმე, მე არ ვიცი ამას ვინ წერს, ზოგადად რამდენად დალაგებულია ის ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცებს წერს. წერენ რაღაც საზიზრობებს, არც მინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ ეხლა წერენ. და ადრეც იყო ბუნებრივია დარტყმები პატრიარქზე, მაგრამ ეს არის ზუსტად ქრისტიანის ხვედრი, ნამდვილი მართლმადიდებლის და ნამდვილი მორწმუნე ადამიანის ხვედრი, რომ მან ეს ყველაფერი გადაიტანოს, მან ეს ყველაფერი აიტანოს, იმიტომ რომ ქრისტეს გამო ჩვენ გვასწავლის ბიბლიაც, გვასწავლის ჩვენი რელიგიაც, რომ ქრისტეს გამო ყოველთვის იდევნებოდა ქრისტიანი და ისეთი მორწმუნე, როგორც იყო ჩვენი პატრიარქი, ბუნებრივია ყოველთვის ასეთი დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და რამდენადაც მე გავიგე, წმინდანად უნდა შერაცხონ და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველო, მე მგონი, ამას მიესალმება და ეს იქნება ჩვენთვის დიდი გამარჯვება მაგ კუთხით. და იმ ადამიანებს მინდა უთხრა ადრე ვინც რეკავდა ჩვენთან ეთერში, ახლა სხვა ეთერში არ ვიცი რეკავდნენ თუ არა, მაგრამ ჩემთან ეთერში დაურეკავთ რაღაცეები, უთქვამთ სისულელე. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ადამიანებს, რომ დარეკონ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ. არაერთხელ ამ თემაზე გვითქვამს, რომ არ უშლით ხელს ხალხს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. და დღეს ჩემთვის ეს წითელი ხაზი ზუსტად იქ გადის, სადაც პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომ თუ ვინმე დარეკავს და შეეცდება, რომ რაღაცა არასასიამოვნო თქვას პატრიარქის მიმართ, ჩათვალეთ, რომ ჩემთვის ეს იქნება წითელი ხაზი და ეგრევე გაგთიშოთ. ბატონო გოჩა, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ და მე მივცეთ მაყურებელს საშუალება, რომ დარეკონ პირდაპირ ეთერში, გამოთქვან თავიანთი აზრები. ზოგადად სხვა თემაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, წამოიწყოთ პირდაპირ ეთერში, არავინ ხელს არ გიშლით, მაგრამ არ დაგავიწყეთ ის წითელი ხაზები. კი ბატონო, დღეს ფაქტიურად პირველი გადაცემა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როცა გლოვა იყო გამოცხადებული, გადაცემები არ მიდიოდა და აქედან გამომდინარე, გასაკვირველია თავს ვალდებულად თვლი, რომ ამით დავიწყოთ, სწორედ რომ ჩვენც უსამძიმრებთ მთლიანად საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს გარეთაც ცხოვრობს, არა ქრისტიანსაც, იმიტომ რომ საქართველოს პატრიარქი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო მნიშვნელობის იყო, ბევრი რამე ითქვა და ყველაფერს თუ შევაჯამებთ,
მივდივართ იქამდე, რასაც ყველაფერთან ხვდებით, რომ მართლაც ეპოქა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ დამთავრდა, იმიტომ რომ პატრიარქი იყო იმ ეპოქის შვილი, ის მაშინ აღსახდა, როდესაც საბჭოთა პერიოდი იყო და საბჭოთა პერიოდიდანვე მოყოლებული მისი პირველი დღეებიდან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უკანასკნელ წუთებამდე პატრიარქმა შეძლო მართლაც იმ 4 ხელისუფლება გამოიცვალა, ხო, ფაქტიურად შეიძლება ითქვას და გარკვეულწილად ის იყო სწორედ იმ სტაბილურობის გარანტი, იმიტომ რომ ხელისუფლებები იცვლებოდა და ის ვინც პირველად აი საბჭოურ და ჩვენ ის თაობა ვართ, ვისაც საბჭოური სკოლა, საბჭოური უმაღლესი განათლება ვთქვათ მიღებული გვაქვს საბჭოეთში ცხოვრების, მეტნაკლებად ახალგაზრდებს ვთქვათ ნაკლებად ეს ყველაფერი და ის ვინც გაუძლო და საბჭოეთშივე შეძლო რომ თავისი უპირველესი მიზანი ხო ეს იყო ხალხის ეკლესიაში მიყვანა და აი ამ მიზანს ეს ემსახურებოდა ბოლომდე და თქვენ წარმოიდგინეთ ამას რატომ ის ვისაც ეს ქონდა გავლილი მისთვის აი რთულ პერიოდში როდესაც კოვიდი იყო და ხშირად იხსენებენ ამას კოვიდის დროს პატრიარქს როდესაც თხოვეს რომ იქნება ხალხს უთხრათ რომ არ მოვიდეს მან თქვა რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება არსი ჩემი ასე ვთქვათ შეგნებული ცხოვრებით რაც კი შემეძლო მე იმას ვცდილობდი რომ ხალხი ეკლესიაში მიმეყვანა და თქვენ მეუბნებით რომ მე ახლა ხალხს უთხრა რომ ეკლესიაში არ მოვიდეს მე ამას ვერ ვიზავ ეს პირდაპირ გვაჩვენებს იმას რომ ის ვისაც გავლილი ქონდა მართლაც საბჭოური პერიოდის იმ რეჟიმის პერიოდის ცხოვრება მისთვის ნებისმიერი სხვა რაც არ უნდა მომხდარიყო უფრო ადვილად სატანი იყო. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია შენ ისიც ახსენე, რომ იყვნენ ადამიანები მის სიცოცხლეშივე, რომლებიც ითხოვდნენ მისგან უფრო მეტს. ეს ბუნებრივი რამეა ხოლმე. ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადამიანი ადამიანს კი არა, კაცო, ღმერთს ვთხოვთ ხოლმე ხანდახან იმაზე მეც, რომ აი რატომ არის ეს რომ მოხდა და რატომ ესე არ მოხდა. რატომ არის ის ღმერთსაც საყვედურობთ ხოლმე, რომ ისე სამართლიანი არ არის, როგორც ეს ჩვენ გვინდა. ეს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ ვისაც კი პასუხისგებლობა ქონია. თუნდაც ერთ ადამიანზე, ხო, შვილზე, ან შვილებზე, ან მეუღლეზე, ოჯახზე, ან უფრო მეტ ადამიანზე ჰქონია პასუხისგებლობა, ეს ადამიანი და ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც მეტი პასუხისგებლობა აქვს, ის უფრო მეტია რამით ვინმეზე. არა, უბრალოდ ლაპარაკობ არიან ადამიანები, რომლებსაც თავის თავზე აქვს პასუხისგებლობა და საერთოდ ქრისტიანობას თუ ავიღებთ, ამით იწყება კიდევაც, ხო? თავარი პასუხისგებლობა არის საკუთარი თავი რომ წარადგინო ღმერთთან ისე და ეს არის პირველად პასუხისგებლობა, მაგრამ მე ამას რატო ვამბობ, ვისაც ოდნავ ქონია სხვაზე თავის გარდა პასუხისგებლობა, მას ალბათ წესით ესე უნდა ესმოდეს, რომ ვისაც უფრო მეტი აქვს, ადვილად არ უნდა ცდილობდეს მის კრიტიკას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პატრიარქმა თვითონვე თქვა, რომ მე ყველაზე მეტად ცოდვილი ვარ. ის მართლაც ყველას პატრიარქი იყო. ყველა ცოდვა რაც კი არსებობდა იმაში რა ქვეყანაზე, ყველას თავის თავზე იღებდა და ამბობდა კიდევაც ამას. აი მე რაც შევძელი, ეს შევძელი. თქვენ თუ მეტი შეგეძლებათ მერე, ხო თქვენ მეტი გააკეთეთ და თქვენ წარმოიდგინეთ ცოცხლის ბოლო წუთებამდე ფაქტობრივად მან შეძლო რომ მთელი ეს ეპოქა რომელიც იყო საბჭოეთის მიერ და დამოუკიდებლობის პერიოდის ხო ხელისუფლებების ცვლილებები მან სხვათა შორის სიცოცხლის ბოლომდე ხო ერთი რაც შეძლო ეს იყო ყველაზე მთავარი სტატუს კვო შენარჩუნებული იყო აი იმ ფორმულით რომელი ფორმულაც იყო ის აქტიურად აღარ ერეოდა ყველანი გძნობდით ამას რომ მისი ფიზიკური რესურსი იმდენად ესე იყო რა ქვია უკვე შეუძლოთ იყო რომ გარკვეულწილად ის აღარ ერეოდა აქტიურად ისე როგორც ის ყოველთვის იყო ჩარეული და ნებისმიერი ხელისუფლების დროს თუმცა მაინც ერეოდა ნებისმიერი ყველა ის პროცესი მტკივნეული პროცესი რომელიც ქვეყანაში იყო თითქმის ყველაფერზე მას თავისი აზრი გამოთქმული აქვს და ეს აზრი ფაქტობრივად ნიშნავდა შეიძლება ითქვას რომ ლოცვა კურთხევა ეგ არის ხო ის ამბობდა დაწყებული მიწების საკითხი რომელიც იყო ხელისუფლებებში როცა და დაპირისპირება იყო ის ყოველთვის ცდილობდა ყოველთვის მოეგვარებინა სიტუაცია მაგრამ შეიძლება ყოველთვის მეც თხოვდნენ მას კიდევ ამ ეს ჩვეულებრივი რამეა, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად იმაზე მეც ვთხოვთ სხვას, იმიტომ რომ იმ ადგილზე ჩვენ არ ვდგევართ და მიგვაჩნია რომ აი მე რომ მიყყოფილიყავი, მაშინ მე ამას და ამას გავაკეთებდი. მაგრამ იმ ადგილზე რადგანაც ის ადამიანია და კიდევ ამბობ, თუ პასუხისგებლობები გაქვს, თუნდაც ერთ ადამიანზე, თუნდაც 10 ადამიანზე, ხო ეს უკვე ნიშნავს რომ გარკვეულწილად უნდა ჩაწოდა იმ აზრს, რომ მას რამხელა პასუხისგებლობა ჰქონდა ყველა
ყველაც ცოდვას, იმიტომ ვამბობ, ამას თვითონ ამას ამბობდა ხოლმე, ხო, გიორგი, რომ აი ყველა ცოდვა მიტარებია და ესეც არის, როცა პატრიარქი ხარ, როცა მართლა გრძნობ იმას, რომ შენი მრევლია. სულ ყველა, ასე ვთქვათ, ის მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც მასთან და არა მარტო სხვათა შორის, ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კიდევაც მართლმადიდებლები, მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მასთან მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ. საოცარი ადამიანი იყო ამ მხრივ, ხო? აი აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც დამთავრდა რაღაც გარკვეული ეპოქა, ის სტაბილურობის ეპოქა დამთავრდა ჩვენს თვალწინ, ეს ყველაფერი ესე მოხდა და ეხლა ჩვენ უნდა შევძლოთ უკვე მის გარეშე სრულიად ახალი ტიპის და გარე სამყაროც როგორ იცვლება ჩვენ ამასაც ხედავთ, აი ყველა ნიშანი და მე არ გულისხმობ მარტო რელიგიურ ნიშნებს. ყველა ნიშანი ისევე როგორც ადამიანი რომ გადაადგილდებით გარშემო ხედავ, ხო მოიღრუბლა, ანუ იმაზე რა ქვია შუქნიშანი წითელია, ეს სულ ნიშნებია რომელიც ჩვენს გარშემოა, ხო? აი ყველა ნიშანი იმისი რომ გარშემო სიტუაცია რა რთულია და აი მან სიცოცხლის ბოლომდე შეძლო ის რომ ეს სტატუს კვო რომელიც იყო, ჩვენ ახლა არჩევანის გაკეთება ბევრ რამეში მოგვიწევს, ხო? ძალიან დაძაბული ურთიერთობა, თუნდაც მისი დასაფლავების დროს ხედავთ კამათიც კი მიდიოდა, ხო, იმაზე რომ თქვათ სოფლიო პატრიარქი ჩამოდის, ვინ წაიკითხავს წირვას, აქვს თუ არა, ანუ რეალურად ჩვენ ახლა გვიდგება პერიოდი, როდესაც რაც პატრიარქმა თქვა, აი ჩემს მერე როგორ შეძლებთ და გააგრძელეთ, მე რაც შევძელი აქამდე მოვიტანე. თავისი სიცოცხლით, ფიზიკური სიცოცხლით ის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გადაწია ისვა და როდესაც ჩვენ მოგვიწევს მტკივნეული შეიძლება არჩევნების გაკეთება, არჩევანის გაკეთება ბევრ რამეში. ტრაექტორია ჩვენი ქვეყნის როგორ წავა, საქართველოს ეკლესიის როლი ძალიან დიდი იქნება, მით უმეტეს რუსულ ეკლესიას სერიოზულად უჭირს, ხო? მას უჭირს იგივე სოფლიო საბადო კონსტანტინოპოლთან უჭირს და ამ დროს გიორგი მე ამას რატო ვეხები, იცი რომ გარკვეულწილად პოლიტიკოსები ვართ მაინც, აი მას სურს აიღოს კონსტანტინოპოლის როლი, ხო, რუსულ ეკლესიას გარკვეულწილად რუსეთი ამბობს რომ ბიზანტიის მერე ჩვენა ვართ ის მესამე რომი და მას და ფიზიკურადაც მართლაც ესეა. და სულიერად სინამდვილეში მან უნდა შეძლოს რომ დაარეგულიროს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ის არის აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ დასავლეთის ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ითქვას რომ დავარქვათ კათოლიკურ რომის იმას იმპერიას და იმ სამყაროს, რა ქვია, ევროპულ სამყაროს ერთის მხრივ ეს არის ის დასავლეთი და მეორეს მხრივ აღმოსავლეთი რომი ეს იყო სწორედ ბიზანტია, კონსტანტინოპოლი, რომლის ფუნქციაც ფიზიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკით, სიდიდით, ჯარით და ყველაფრით. ნუ ჩვენ გვახსოვს რომ მესამე რომი დაერქვა რუსეთს მოსკოვს იმ პერიოდში და ერთ-ერთმა სასულიერო პირმა დაარქვა ეს ინფორმაცია იძებნება ბუნებრივია და მესამე რომი დაერქვა რუსულ ეკლესიას და დღემდე აქვს პრეტენზია. და ამ დროს მე რატომ ამბობ, ჩვენ გვექნება ქართულ ეკლესიას დიდი როლი ექნება. ჩვენ დავჭირდებით ძალიან ბევრს და რამდენად შევძლებთ ამ ყველაფრის დარეგულირებას, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, ერთის მხრივ, აი როცა იმ პერიოდს ალბათ თუ კი სხვათა შორის ფიქრობ კიდევაც, აი როგორც რომის შეიძლება დასავლეთ რომმა ფაქტობრივად აღმოსავლეთ რომს, როცა კონსტანტინოპოლი დაეცა, სიტუაცია შეიცვალა მუსლიმურ სამყაროსთან და ეხლაც რაც მიდის პროცესები, რომელიც არის, ამ პროცესებშიც, იმიტომ რომ კონფლიქტი მოხდა მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის უკრაინასთან დაკავშირებით და უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. სოფლიო პატრიარქთან მოხდა დაკავშირებით. აი ჩვენ როგორ შევძლებთ და რამდენად მშვიდობიანად შევძლებთ ამის გაკეთებას, ჩვენ საჭირო, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ მოგვიწევს ალბათ ჩვენი როლის შესრულება და კარგი იქნებოდა, რასაკვირველია, რომ პირველ რიგში ხელისუფალსაც გადაედგა ეს ნაბიჯები, როცა შერიგებაზეა, საყოველთაო გაერთიანებაზეა ლაპარაკი. შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. ბოდიში ზარი შემოუშვათ, რომ მესამე თითიშება უკვე მაყურებელი და გავაგრძელოთ მე. გისმენთ? საღამომშვიდობისად, ბატონო გიორგი, ბატონო გოჩა. საღამომშვიდობისად. ჩვენ ძალიან დიდებული ადამიანი დავყავეთ, დიდებული. საეკლესიო კუთხით ძალიან დიდებული. არ არსებობს 99% პატრიარქი უყვარდა. თითოეულა ჭკუათხელი ადამიანი ყველგან მოიძებნება და ასეთები საქართველოში არიან, რა თქმა უნდა. მეორე ამბავი, ასეთი სიყვარული საეკლესიო კუთხით არცერთ პიროვნებას არ ეკონია, არცერთ პერიოდში. მეორე ამბავია კიდე, შეიძლება საერთოდ ცხოვრებაში აი ესეთი სიყვარული მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილს.
თავიდან როგორ დაიწყო მან ხალხი აიყოლია ნიშას შემდეგ შეიძლება ეს სიყვარული მოეპოვიდა, მაგრამ მე წავიდა ეშმაკის გზაზე. და ახლა ეშმაკებთან ერთად რომ გამოვა რაღაც ბოდიოლობს აქეთ იქით, მithom ხალხი ებრალება სინამდვილეში აი ჩამოყალიბებული ეშმაკი და გვერდზე ხარ ეშმაკები. აი ესია, ეს არის სიმართლე. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. რასაც შენ ამბობ, შერიგების გზა გინდა რომ დაინახო. მე არ მგონია ხო ჩვენ რომ დავჭირდეთ სიტყვაზე ვამბობ ეკლესიის თვალსაზრისით და შუამავლის როლი რომ ვითამაშოთ ამისთვის რეალური რაღაც რეალური ბერკეტს ჩვენ უნდა ვფლობდეთ. ამ ეტაპზე არანაირი რეალური ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს და ხელთ არ გვაქვს. სამომავლოდ შუამავლის როლი რომ ვიღაცამ გვათამაშოს, ბუნებრივია რომ ამის საჭიროებასაც მე მაგალითად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. მაშინ მთლიანად მართლა უნდა მოიქცეს სრულ იზოლაციაში, ან რუსული ეკლესია ის რომ ვერავის ვერ ელაპარაკებოდეს, ან მსოფლიო პატრიარქი უნდა მოიქცეს სრულ იზოლაციაში და მარტო ჩვენ უნდა, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ბოლომდე ჩვენი ავტოკეფალია, ეგ არის ჩვენი ამოცანა. მე საფრთხე შენ ფიქრობ რომ ავტოკეფალიის საფრთხე არა, მე ვამბობ რომ აქ მარტივი რამ არის რა რომ შენ როდესაც აი მაგალითად იგივე ხელისუფლება ავიღოთ ხელისუფლებას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა გახადოს მართლა დამოუკიდებელი სრულად შეინარჩუნოს სუვერენიტეტი მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლება რომელიც ყავდა აქამდე ყოველთვის იყო მხარე შეეძლო ყოფილიყო თავისუფალი შეეძლო ლავირება სხვადასხვა მხარესთან, მაგრამ რატომღაც ირჩევდნენ რომელიღაც მხარეს და იმ მხარეზე იყვნენ, მოდი იმ მხარის ბოლომდე შეიძლება ერთგულები არ იყვნენ, რაღაცას თავისას აკეთებდნენ, მაგრამ ბევრ რამეში იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მხარეს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ახლა რა შეიძლება მოხდეს. ხო შეიძლება ბევრი რამ მოხდეს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას მით უმეტეს ეკლესიაში პატრიარქი ამას არ დაუშვებდა ბუნებრივია ჩვენ ეს ვიცით და იმედი მაქვს რომ ახალი პატრიარქიც არ დაუშვებს მაგრამ მე არაფერს არ გამოვრიცხავ მით უმეტეს ისეთ დროში ვცხოვრობთ რომ რო თქვა რომ მე აი ამას გამოვრიცხავ უკვე გამოდის რომ შენ ან პოლიტიკისგან შორს ხარ ან საერთოდ ვერ ერკვევი იმ რეალობაში რომელიც არის დღეს 0.00 რაღაცა პროცენტი ყველაფერი არის დასაშვები. ისეთი რამეც კი, რაც პირადად შეიძლება დაუშვებელია, მაგრამ ზოგადად ვიღაცამ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას. მაგრამ ამაზე არ ვისაუბროთ, ეს ნაკლებად საინტერესოა. მე უფრო მეტად რაზე ვამახვილებთ სიყურადღებას. ძირითადი პრეტენზია რაში აქვს ხოლმე? აი კადრებს რო დებენ, ახლა ინტერნეტში იდება კადრები, რომ აი პატრიარქი სააკაშვილთან ერთად იდგა, შევარდნაძესთან ერთად იდგა, გამსახურდიასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ვითომ ვისაც ვინ არ მოსწონს, იქ ყველა პატრიარქისგან ხელს იშვერს, რომ ამასთან ერთად როგორ იდგა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს ხალხი ან მთლად დალაგებული არ არის, ან კონკრეტული დავალება აქვს რაღაც სისულელეები ილაპარაკონ და იცის რომ სისულელია, მაგრამ ლაპარაკობს რადგან ფული აქვს აღებული, არ ვიცი, მაგრამ საღად მოაზროვნე და ზოგადად ადამიანი რომელსაც ოდნავ მაინც მსჯელობა შეუძლია, უნდა ესმოდეს რომ პატრიარქი შენ უკვე არაერთხელ ახსენე ეს. ყველასი პატრიარქი არ არის კონკრეტული ჯგუფის პატრიარქი. პატრიარქი სრულიად საქართველოს პატრიარქი არის ყველა ქართველის პატრიარქი მიუხედავად იმისა, მიშისტია, შევარდნაძისტია, ვინ არის აზვიადისი, არა აქვს მნიშვნელობა. ის იყო ყველას პატრიარქი, ეგ ერთი და მეორედ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, პატრიარქი ბუნებრივია შეგვხვდება ხელისუფლებას, პატრიარქი ბუნებრივია პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი შეგვხვდება დაელაპარაკება, არის პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრები, არის რაღაც პირადი შეხვედრები, თუ კი ჩატყვის საჭიროდ ამ პატრიარქი ამ პოლიტიკოსი თქვათ შეხვედრას, ეს ჩვეულებრივი ამბავია. პატრიარქს არ შეუძლია თქვას მე ეს არ მომწონს, შენ ვერ იქნები პრეზიდენტი. პირიქით, მაშინ უყენებ პრეტენზიას, ხო? რატო ერევი შენ საერო ცხოვრებაში ხალხმა თუ აირჩია, თქვათ რომ ან გაყავდა არჩევნები, არ გაყავდა. ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. პატრიარქი იღებს იმ რეალობას, რომელიც დადგა. ლოცულობს ცალკე, შეიძლება ვიღაცა არ მოსწონდეს და ლოცულობს, რომ ღმერთმა გადაარჩინა საქართველოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ მან
თქვას რომ არა ეს ადამიანი ვერ იქნება პრეზიდენტი მე ეს არ მომწონს და ეს ჩავთვალეთ რომ სამოქალაქო ომია და პატრიარქი პირიქით სიმშვიდის გარანტია და არა ომის გარანტი და თუ მაგდენი არ გესმით და ვიღაცა რაღაცებს ჯერთი ისტორია უნდა წაიკითხოთ არსებობდა თქვი იგივე ბიზანტიის პერიოდში ხო არსებობდა პატრიარქი რომელიც დანიშნული პატრიარქი იყო მოვიდოდა ხელისუფლებაში ერთი მეფე თავის პატრიარქს სვავდა მოხდებოდა გადატრიალება სხვა მეფე ჩამოაგდებდა ამ მეფეს სხვა პატრიარქს სვავდა მე ისევ ის მეფე იბრუნებდა ტახტს ისევ თავის პატრიარქს სვავდა ტახტზე და ამ კონკრეტულ ასე ვთქვათ პროცესში ორივე პატრიარქი მისაღები იყო ხალხისთვის და დღეს ორივე პატრიარქი წმინდანად არის შერაცხული. აი ეს ისტორიიდან შეგიძლია წაიკითხოთ. ანუ ასეთი შემთხვევებიც არის. მიუხედავად იმისა, ვისი პოლიტიკური მხრიდან იყო ის დასმული პატრიარქის, იყო შეთავაზებული პატრიარქად. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ თავარია შენს როლს ასრულებდა პირნათლად. ღვთის წინაშე უნდა იყო მართალი. დანარჩენი ახლა ვიღაცას არ მოსწონს ჯერ თქვენი მოსაწონია ზოგადად ადამიანის მოსაწონი პატრიარქი ვისაც არ მოსწონდა ზოგადად შეიძლება ვინმე მოგწონთ თქვენი თავის გარდა ვინმე მოგწონთ კონკრეტულად იმ ადამიანებს ვეკითხები პატრიარქთან რო პრეტენზია გქონდათ თქვენი თავის გარდა ვინმე მოგწონთ და პატრიარქმა კიდევ ერთხელ არაერთხელ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა არაერთხელ აი იმ უბედურობას რასაც ქვია სამოქალაქო ომი ზარია ეთერში მოუშვით დიახ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით კაცო მე 90 წლის კაცი დიეგავდა გამოჩადე ყველაფერი დაწნებული კოლონისტების კორიდან დღემდე სტალინი მერტმოს ჩვენი უფალი მილიონერი მერტმოსა საუკუნეების ისტორია დაიწყო. როგორც საერთოდ დაიწყო ისტორია, ისე დაიწყო მილიონერს. საერთოდ დავითოვა საქართველოში სულყველაფერი. ავტომობილი ქუთიდან, უძველიდან ავტომობილი დავითოვა საქართველოს. რაუღავით რესტორანობა. რა იქნა და აგროვნა. დაიქნა თბილისში, ვაგონაკე შემოგწყვეტა. დაიქნა რუსთავის კონდა ყველაფერი. დაანგრია. სულყველაფერი კომუნისტების შემდგომ. მისიდან მეფერეს, მინები. ის ჩაიძე, თურქები გახდა, ჩვენი გასაფრთხებიდან, თურქები გახდა მოცილე, ერთ-ერთი მოცილე ქვეყანა. ეხლა მოუსაი. რუსთავი აზოტ ჩემკატებელი აზოტ წარებული აზოტ შეერთა რადიჩი ჩვენ რუსეთიდან საჩუქარი საგები ჩვენი ქარხანა ვეღამოვდეთ საერთოდ აიღოს ისე რუსეთს მიწელი დღეს მიწა და ნაი საერთოდ გეკაცო შობლის ეუნა და დაძიელ ნერე რომანიკოს სპეციალისტი თავრეს კულტურის მინისტრი მე მასწავლე რომ დაძებოდა ოლიმპიადები ხალხი ერთმანეთს და მაგაცოდენ დემოკრატ დღეს ადამიანს შეეკავდა თუმცა ორაა პარტი ჩადის ახალგაზრდები და რაღაცა უნდა დააგეთონ რატო აკმადი სოციალური სამინისტრო რატომისოს თომზეონების სამინისტრო რატომისოს გოწოლების სამინისტრო უცებუნარი ხალხს და ეს საკეთებია მადლობა ზოგადად გავიგე რაც ზოგადად მესმოდა ის უკმაყოფილება რომელიც გამოთქვა მეგობარმა მაგრამ ბატონმა მაგრამ ძირითადი მომენტები ძალიან ცუდად ისმოდა შენ თქვი რომ 4 ხელისუფლების პატრიარქი იყო და ნუ კომუნისტურ ხელისუფლება არ ჩათვალე შენ კომუნისტური
იმიტომ რომ თუ კომუნისტური, მაშინ კომუნისტური გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი და ეს ხუთი. მაგრამ ზოგადად ხელისუფლებას თუ გულისხმობთ, კომუნისტურშიც თუ გულისხმობთ, მართველებს ეგ ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, გორბაჩოვი. არა, ეგ ბრეჟნევის დროს დადგა პატრიარქი, აკურთხეს პატრიარქად. ხო და ანუ იმ პერიოდში წარმოიდგინე რამდენი მართველი გამოიცვალა პატრიარქმა. ანუ მე რის მამინდოდა და ეხლა შენს ჩაერთვები რომ როდესაც შენ ამბობ რომ ადამიანებს შეიძლება არ მოსწონდეს თქვა ის რაც ხდება ის კი არა უფლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვს ხოლმე ადამიანს ხო ყველას ალბათ ეგეთი რაღაც პერიოდში ემართება გვავიწყდება ხოლმე გვეკუთვნის თუ არა იმ რო თვლით რომ გვეკუთვნის, მაგრამ არავის არ უნდა ღრმად ჩახედვა და გაანალიზება, მართლა გვეკუთვნის თუ უბრალოდ ემოციურ დონეზე გვინდა რომ ასე იყოს, ეს ერთი და მეორედ. როცა შენ ამბობ, რომ აი შენ ესე უნდა გაგიკეთებინა და არა სხვანაირად, უნდა ახსნა მაშინ. უნდა ახსნა, ოღონდ ისეთ ხალხს მარტო შენ თავთან კი არ უნდა ახსნა. შენ თავთან ყოველთვის მართალი ხარ, ხო, რადგან მაგამდე ვერ მიხვდი. იმ ისეთ ხალხთან უნდა ახსნა, ვისაც ესმის იმიტომ რომ შეიძლება ვერ ხედავ იმ საფრთხეს, რა საფრთხეთ შეიძლება მოყვებოდეს კონკრეტულად გადადგმულ ნაბიჯს. და შენ რო ეუბნები რომ შენ ესე უნდა გაგეკეთებინა, იმ კაცმა გათვალა ეს ყველაფერი და ის საფრთხე დაინახა. შენ ვერ ხედავ ამ საფრთხეს, ამიტომ ითხოვ. ამიტომ ვამბობ რა, რომ ყოველთვის როცა ჩვენ რაღაცას ვითხოვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა. ან არ გვეკუთვნის და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, ან უბრალოდ იმ საფრთხეებს ვერ ვხედავთ, რასაც ხედავს სხვა, ვისგან ჩვენ ამას ვითხოვთ, ან თუ მართლა მართალი ხარ, ახსენი ეს ყველაფერი და თუ საპირისპიროს ვერ იღებ, ბუნებრივია, ნუ მაშინ ხარ მართალი. დაელაპარაკე, აუხსენი და ალბათ პასუხსაც მიიღებ. ზარი ეთერში და გოჩა ჩაერთებინა. გისმენთ, ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, ქალბატონო, ისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საზოგადოებას, რომ თქვენი პატრიარქი ასე გააცნობს. პირველად როდესაც ნახე ჩვენ პატრიარქი, როდესაც სამება პირველად გაიხსნა. პატარა ბავშვი ყავდა ბავშვთან ერთად მიდოდა გამოსულიყავი ეკლესიაში. ამიტომ შემოგვიენ და სანამ დაიღი გამკვანდა და წამოვიდა. ამასობაში უკვე დამთავრებული იყო წევა და გამობრძანებული იყო პატრიარქია. მაგრამ მე მიგვერ დავიდა. თასი ხედავ ანგელოზს, რომელიც სადაც მის მონტანებში დაჩაჭდა ბატონი. იქ იყო ანგელოზების ბაზი. და იქ გარეთ მარტივად ვარ მიდექი ხალხისა მე ბავშვი ჩაკიდებოდი და ფაშტერებული ფაში მიყოლები ამ პალატის ხესა და ამასობაში ხალხი ვერა ვახსენებდა მიყოლებ თენი პატრიარქი როგორ მიყოლებს მე ამდენ ხალხი გამოვშორდა და იცი მიყიმოდა ესე ის მიხდა მე რატომ და ვინ დავინახე ფაში ახლა ადამიანს ამბობდა რომ ასე უნდა იყო ამ ცხოვრება გამოიხალოდა ის უნდა იყოს რომ პატრიარქი დავდაიმართ რასაც ჩვენ მოხდარი ვერახოდეს და დავსწავლე ჩვენ ისეთი პატრიარქია მან იწება პიროვნებად შეეხება მისუში აზროვნება შეიძლება რა იყოს რა გაიწევა საჯესამის მე აი ასე პიროვნება ასეთ კი ბატონო ხრაპრინი მახსოვს ფასა როგორ დაგვაიყო იმ პერიოდში კანდიდატი კეთილი მადლობა ქალბატონო მივცეთ საშუალებას ხვებსაც დარეკონ ძალიან გთხოვთ რომ თქვენი ემოციები ჩვენთვის სრულიად გასაგებია უბრალოდ მივცეთ საშუალება ბევრი ადამიანი რეკავს და წამყვანებსაც მივცეთ საშუალება რომ თავისი აზრი დააფიქსირონ ჩაერთონ. არა მადლობა ზარის ქალბატონო. დიდი მადლობა ყველას ვინც ერთვება
თავისას გამოთქვამს მით უმეტეს ემოციებს უფრო მეტად გამოთქვამენ ხო ადამიანები ამ დროს შენ ამბობდე გიორგი და მინდა რომ აზრს გავყვე რეალურად მართლაც რატო იყო რომ აი სტაბილურობას რატო ვეძახით იმას რაც ხელისუფლებების ცვლილებების დროს ხშირ შემთხვევაში და შენ ისტორიული მაგალითიც მოიყვანე როცა იცვლება ხო ხელისუფალი ცდილობს თქვათ შეცვალოს და მას როგორც აწყობს ისეთივე სულიერი ასე ვთქვათ ცხოვრება იყოს და ვთქვათ ცვლიდნენ და ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე ბევრ ქვეყანაში სხვათა შორის ამ შემთხვევაში პატრიარქმა შეძლო რომ თავისი რა არის ერთი მომენტია რომ ადამიანები როგორ იყოფა ხო ისინი ვინც ეჩვევიან ანუ ადაპტირდებიან არსებულ ხელისუფლებასთან ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან მას მაგრამ ამათ შორისაც სხვაობა არის ერთი რომ პირდაპირ ეწინააღმდეგები და რადიკალურად დაპირისპირებული ხარ ხო დისიდენტური ის იყო თქვათ მოძრაობა მაგრამ არის როდესაც შენ გონივრულად თვლი და მიზნის მისაღწევად ეტაპობრივად რაღაცებს ასრულებ აი გარკვეულწილად პატრიარქი სწორედ ამ კუთხით უდგებოდა მან შეძლო საბჭოთა პერიოდშივე თანდათანობით მისი მთავარი ამოცანა რაც იყო ეს იყო ადამიანების ღმერთთან მიბრუნება ადამიანებმა რომლებსაც იმ კომუნისტური ასე ვთქვათ იდეოლოგიიდან გამომდინარე ჩამოაშორეს და თუ გავიხსენებ ჩემს ბავშვობას ვიხსენებ აი ეკლესიაში ვთქვათ როცა მივდიოდით როგორი კონტროლი იყო იმაზე რომ წითელი კვერცხი არ ქონოდა როგორ ცდილობდა იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოში განსაკუთრებით ვთქვათ ის რაც მე ვიცი რომ აღდგომის დღესასწაულების დროს ტელევიზიებში სპეციალურად დასავლურ ფილმებს უშვებდა ხოლმე გადაცემები მიდიოდა სპეციალურად იმისთვის რომ ადამიანები არ წასულიყვნენ ეკლესიაში ანუ კონკურენციაში შეიყვანა აი მან ყველაზე მთავარი მოახერხა და მე ამიტომ ამბობ რომ გარკვეული სტაბილურობის გარანტია იცვლებოდა ერთი ხელისუფლება მაგრამ ახერხებდა პატრიარქი ამ დროს რასაკვირველია რაღაცა ნაწილს უჩნდებოდა რომ სხვათა შორის ორივე მხარეს იმიტომ დაპირისპირებები ჩვენ ხშირად გქონია და ჩვეულებრივად პოლიტიკაში ეს ასე ხდება ხოლმე და ბუნებრივი პროცესია ორივე მხარე ცდილობს რომ მისი ასე ვთქვათ ხარე რატომ არ დაიჭირა აი ასეთი კუთხით უდგება ხოლმე შეძლო აი ურთულეს პერიოდში კომუნისტების მერე სამოქალაქო ომი იქაც იყო მომენტი რომ შეეძლო თუ არა უფრო მეტად ვთქვათ მისი ჩართულობა ყოფილიყო და თან ხვდებით იმას რომ თუ ხელისუფალს არ სურს რაღაცა ლაბიჯების გადადგმა მაშინ რთულია მარტო ოპოზიცია როცა გინდა რომ შეარიგო და არადა რეალურად ეროვნული მოძრაობა შეიძლება ითქვას რომ მთელი ახალი თაობა დაიბადა მაშინდელ საპატრიარქოში აი ეს პოლიტიკოსები ის ლიდერები რომლებიც იყვნენ ხო ის ფაქტიურად იქ ეროვნული მოძრაობა იქ იბადებოდა რეალურად იქ იბადებოდა იგივე ინტელიგენცია რომელსაც შემდგომში სხვადასხვა ბოდუში ის რამოდენიმე ნაცის მერე უკვე მაღალჩინოსანი სტიქაროსანი იყო ასევე ხო და აქედან გამომდინარე შენ ამბობდი კიდევაც ეს დაახლოებით როგორ არის იცით რომ ერთი მხარეს და მეორეც ორივე მის სულიერი შვილია ისევე როგორც ახლა ადამისთვის კაენი და აბელი ხო ორივე შვილია ხო მისი აქედან გამომდინარე რომელიმეს მხარეს ვერ დაიჭერ და თანაც თუნდაც ის რომ აი სიმართლის მხარე დაიჭირ ის სიმართლე ორივე მხარესთვის სიმართლეა იმიტომ რომ შენ გინდა არ გინდა და თან ამას ამბობდა კიდევაც მე იმიტომ ყველას ცოდვა უტარებია ყველას ცოდვა იმიტომ რომ როცა შენ პატრიარქი ხარ და თან ის ამას ამბობდა რომ მე ყველა ადამიანის ყველაზე ცუდი ადამიანიც მისი იყო რა ქვია მრევლე იყო ხო მისი მამა იყო იმ ყველაზე ცუდი ადამიანის მამაც იყო ყველაზე ცუდს მე ამას ისევ ამბობ ვინ რა იცის ცუდი კარგი ეს ჩვენი შეფასებებს ვაძლევთ თორე თითოეულ ადამიანში არის კარგი და ამას ამბობდა სწორედ ბავშვო ორიანი არ დაუწეროთო მასწავლებლებს თხოვდა გაითვალისწინებ თუ არა არ ვიცი იმასაც როგორი ფორმით ამბობდა რომ არ ვიცი ამასო გაითვალისწინებ მაგრამ მე კი გთხოვთო და ორი არ დაუწეროთ ყველა ბავშვი კარგია და თავისთავად მაშინ ნიჭია ხო აი ეს დამოკიდებულება იყო აი ეს ჩამოიშალა და სრულიად ახალ რეალობაში შევდივართ, რომელი რეალობაც კიდევ ჩვენ ბევრ ამას გვავალდებულებს, თითოეულ ჩვენგანს ავალდებულებს, თითოეული ჩვენგანმა უნდა ცადოს, რომ მოწინააღმდეგე მხარეში, გაბრაზებული ვიზეც არის იმ მხარეშიც ადამიანი დაინახოს. ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა, იმიტომ რომ სოფლიოში, ხო, რა შეუძლია, რომ აი შენ თქვი, რომ კი, მაგრამ საქართველოს როგორ შეუძლია, ვთქვათ, თუნდაც იმ დაპირისპირებაში კონსტანტინოპოლსა და ამისი ძალა ფიზიკური ნამდვილად
ნამდვილად არ აქვს. თუმცა სულიერი ძალის შემთხვევაში და არის რაღაც საკითხები, მე ამიტომ შევადარე. კონსტანტინოპოლის პატრიარქი და კონსტანტინოპოლი თავისთავად ეს სულიერებაა. მეორეს მხრივ ფიზიკური მას სჭირდება და ეს არის თქვათ იგივე რუსეთი, რომელსაც და რთული პერიმეტრი რა ქვია სხვათა შორის რუსეთიც, იმიტომ რომ რუსეთი არ არის მარტო მართლმადიდებლური ქვეყანა. რუსეთში არის სერიოზული, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი მუსულმანური მხარისა და მას სწორედ ისევე როგორც ბიზანტიას, რომელიც განსხვავებით რომისგან, რომელიც გარშემო საქრისტიანოში იყო და ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლი პირდაპირ, ასე ვთქვათ, მუსლიმურ ზღვაში უწევდა, ხო, ყოფნა მუსლიმურ ოკეანეში. ხო, მართლმადიდებლურ სამყაროს უფრო მეტი კონტაქტი აქვს მუსლიმებთან, მე ვამბობ საზღვრების მითი რა ქვია მხედველობაში მაქვს, თორე სინამდვილეში დღეს ევროპაც არანაკლებარი, ვთქვათ, იგივე ინგლისში იქნება ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, უავიღებ ჩრდილოეთის მხარეს, ხო? რეალურად მეჩეთები რაოდენობა აღარ ვიცი, ვთქვათ, დღევანდელი იმითი, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც მერად პაკისტანელი ყავთ არჩეული, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსლიმთა საკმაოდ დიდი გავლენაა დღევანდელ ევროპაში, ანუ იმის თქმა მინდა რომ გარკვეულ წილად საქართველოს სულიერი მხრიდან თუ შევხედავთ ამას ფიზიკური ნამდვილად არ აქვს ეს ძალა მაგრამ შეგვეძლო დაგვენახებინა სწორი ასე ვთქვათ მოქმედებებით თუ რა ხელისუფლებასაც რომელიც ცდილობს რომ სუვერენიტეტი და ამას გვეუბნება რომ მე მინდა რომ სუვერენული ვიყო მე არ მინდა დასავლეთი ერეოდეს ჩემს ურთიერთობაში ხო დაახლოებით ალბათ უნდა ნიშნავდეს მე არ მინდა არც რუსეთი ერეოდეს ეს უნდა იყოს ხო სუვერენიტეტზე როცა ლაპარაკი მაგრამ რამდენად აბალანსებ ამას და რამდენად შეძლებ ამის გაკეთებას ხო აი ეს არის ამოცანა რომელიც დღეს საქართველოს ექნება დასმული და შეეძლო ნაბიჯების გადადგმა და ჯერ კიდევ შეუძლია საქართველოს თუნდაც შიდა მაგალითზე ხო რატომ უნდა ფიქრობდე როცა ხელისუფალი ხარო შენ ყავს აგენტები როცა შეგიძლია რომ თუ კი სწორ ნაბიჯებს გადადგავ პირიქით ის ადამიანები რომლებსაც დღეს შენ აგენტს ეძახი შეიძლება პირიქით იმ ქვეყნებთანაც კი გამოიყენო რომელ ქვეყნებზედაც ამოფრო იმათი გავლენა მეტია და მათთან ურთიერთობაში გამოიყენო და დაანახო რომ ჩვენ ერთად ვართ სუყველანი და გელაპარაკებით როგორც ჩრდილოეთში ისე აღმოსავლეთში და ისე დასავლეთში შეიძლება ამის პოტენციალი არსებობს და შეეძლო ამ ხელისუფლებასაც რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები თუნდაც მე დაგეთანხმებოდი გოჩა ყველაფერს ამბობს სორს თქვა დაგეთანხმებოდი ეს რომ ყოფილიყო სინამდვილე მაგრამ სინამდვილე სხვა რამეში მდგომარეობს როცა ის აგენტს გეძახის ის არ ამბობს ვისი აგენტი ხარ ის უბრალოდ გეძახის აგენტს დააკვირდი ანუ აქ რო ყოფილიყო რეალურად როგორც აწყობს მე იმის აგენტი ანუ აქ რო ყოფილიყო რეალურად თქვა ვიღაცა არის ბრიტანეთის აგენტი რეალურად აგენტია ამან გამოავლინა დაუძახა დაარქვა და მაშინ შენი აი ეს ლოგიკური ჯაჭვი მუშაობს გამოიყენე ეს აგენტი იმ მაგრამ არავინ არ არის აგენტი რეალურად ხვდები ის რო ის ეძახის იმას აგენტს არ ნიშნავს რომ ეხლა ბრიტანეთი ან თქვა გერმანია ამის გამო მათ დაელაპარაკება ვიღაცის გემი რომ მისთვის ეს ხო რეალურად აგენტი არ არის აქ უბრალოდ ხელისუფლებამ შეარქვა თორე შენი ეს ვთქვათ შენი პოზიცია სწორია და იმუშავებდა ეს რომ ყოფილიყო სიმართლე მაგრამ დარქმეული და სინამდვილე ორი სხვადასხვა რამ არის ხო შენს გესმის თუმცა ამ შემთხვევაში იმასაც გულისხმობ ეს აგენტს იმასაც ეძახის შენ რა მიმართულება გაქვს ანუ ვექტორი როგორ გაქვს დასავლეთი პროდასავლური მაგრამ პროდასავლეთი დიდია ხო ამერიკა გერმანია ბრიტანეთი რომელი ქვეყანაა თქვა სხვა ქვეყნები კიდე ზარია ეთერში გისმენთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ გამარჯობა მოგესალმებით მინდა მოგესალმებრო ამ ძირფასი ადამიანის გარდაცვალებისთვის და მინდა მადლობა გადაუხადო ვინც ასეთი კარგად დაგეგმა მისი პატივისცემა გასვენების დროს ძალიან წესრიგი იყო მე ტელევიზიას უყურებდი ეცნობ ასაკობანის ხარი ვარ და კიდევ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო შულო წერ მთავრობას ჩვენს ძირფას პრეზიდენტს მის მთელ კოლექტივს რომ ასე გულთან ახლოს მიტანებს და მხარში ამოუდგეს ტახტის მემკვიდრეს უფალს ღმერთმა დალოცოს შვილო ღმერთმა დალოცოს მე გახლავართ 86 წლის პირიმზისა ჟამეყაშვილი
დიდი მადლობა სილო, დიდი მადლობა ყველა ახალგაზრდობას. კარგით. ჯარის ბიჭებს, სტუდენტობას. კეთილი, კარგით. მადლობა ზარისთვის. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ქალბატონიც გულწრფელია. განა არა, ის ასე ხედავს და კარგია. მომისმენია. ის რაც გაკეთდა მაგალითად მადლობელი რასაკვირველია, მაგრამ საქმეც იმაშია, შეიძლება და თუ არა იგივე მომენტია, უფრო მეტი ყოფილიყო, როცა ვლაპარაკობთ გაერთიანებას. ცოცხალი პრეზიდენტები ყავს. ყოფილი პრეზიდენტები. ერთი გარდაცვლილია, მეორე გარდაცვლილია. მაგრამ ცოცხლები ყავს, ერთი ციხეში ყავს, ორი გარეთ ყავს. ამის გარდა ეხლა ვახსენეთ ჩვენ, რომ პოლიტიკაში მოსტიქაროსნები იყვნენ უდიდესი ნაწილი და თანაც ისინი, ვინც პირველი ყველაზე ახალგაზრდები გვერდზე ედგნენ, მადლისა ისინი ცოცხლები არიან, აი ეს ეპოქა რომელიც შეიქმნა, ხო, ბამუკა გიორგაძე ცოცხალია, ხო, აი პირველი სტიქაროსნები ვინც იყვნენ და ასევე თქვათ, დანარჩენი ბევრი გარდაცვლილია, გიორგი ჭანტური არის, მაგრამ ის ადამიანები ცოცხლები ვინც არიან, ხო შეგეძლო, აი როცა ორგანიზებაზეა ლაპარაკი, რომ მართლაც დაგენახებინა პირველ რიგში ქართველებისთვის დაგვენახებინა, რომ აი მართლაც, როდესაც ასეთი კომუნისტებიდან მოყოლებულიც არიან ცოცხლები, კაცო მის სასახში მყოფი ადამიანები, რომლებიც ასევე მოიქცნენ და დაიწყეს მერე მის აი ეს ყველაფერი ერთად რომ დალაგებულიყო და დაგენახებინა, რომ მართლა შეგიძლია ამის გაკეთება. აი მაშინ მე იმასაც გვეუბნებით, რომ კიდე გვაქვს რომ ამინისტიასაც კი გავაკეთებდი. არა მარტო პოლიტიკურ ამინისტიას, არამედ დიდ ამინისტიას გავაკეთებდი, იმიტომ რომ იცვლება მართლა ახალი ეპოქა იწყება. სრულიად განსხვავებულ ეპოქაში შევდივართ ურთულესში თან, იმიტომ რომ რთული პროცესები გველოდება წინ საგარეო მიმართულებითაც, ქვეყნის შიგნით მიმართულებითაც. აი, როდესაც ქალბატონი მადლობას უხდის, ხო, იმიტომ რომ რაც გაკეთდა, მადლობთ, კაცო, შეიძლება უარეს ყოფილიყო, რაზეა ლაპარაკი. ისიც კარგია რაც გაკეთდა, მაგრამ შეიძლება თუ არა უფრო მეტი გაკეთებულიყო, შეიძლება თუ არა არა მარტო გაკეთებულიყო, კიდევ გაკეთდეს. რატომ არ შეიძლება, რომ კიდევ არის ამის საშუალება, ხო? სანამ ახალი პატრიარქის არჩევა იქნება. ანუ მთელი ეს პერიოდი შეიძლება სწორად გამოიყენო და მსოფლიოსაც დაანახო, იმიტომ რომ შენ მსოფლიოსთან მართლა გიდგება ეს მომენტი. საით რომელ ხარეს ხარ? დგება ეს სიტუაცია. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორისაც კი ორი განსხვავებული და თვითონ ევროპაც განსხვავებული, ასე ვთქვათ, შიდა მიმართულებით ექნება. რუსეთთან მიმართება, რომელიც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ რუსებმა შიიტურ და გარკვეულწილად არაბულ სამყაროსთან, იმიტომ რომ ცალკეა კიდე თურქული სამყარო. ამათთან ურთიერთობები ბევრი რაღაცა ვარიანტები გვაქვს ჩვენ, რომელშიც გვიწევს ლავირება და ამ ხელისუფლებას მოუწევს ურთულესი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ დაიწყე რა შიგნიდან. დაანახე რა მსოფლიოს, რომ შენ თამაშობ სწორად. შენ თამაშობ, არ შეიძლება ურთიერთდაპირისპირებაზე იხეირო. შენ ამბობ, რომ მეუნები და მართალი ხარ, რომ არ არის ეს ხელისუფლება, შენ ეს სასურველს ლაპარაკობ და არა ის, მაგრამ ამ სასურველშიც ხომ შეიძლება, რომ გამოდნეს რაღაცა, ვიღაცას გაეხსნას, ხო, გონება და რაღაცა ნაბიჯი გადადგას. კი ბატონო, ამ ქალბატონს რაც უნდოდა, მე გავიგე და მე მგონი შენც გაიგე, ხო, ანუ ადამიანი, რომელიც რეკავს, აქებს ხელისუფლებას და თავის სახელდაგვარს ამბობს, გასაგებია რისთვის ამბობს, ხო? ანუ არა, ნუ სიმართლე უნდა ითქვას, მე ზოგადად საერთოდ იმის წინააღმდეგი ვარ, თქვათ, რომ მიუთითო ადამიანებს რაღაც, მაგრამ ნუ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა რეკავთ, აქებთ და ადიდებთ ხელისუფლებას და სახელდაგვარს ასახელებთ, გასაგებია რისთვის ამბობთ ამას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ანუ ვლანძღოთ ხელისუფლება ან რაღაც, არა. ნუ გოჩამ თქვა, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მე რომ მკითხო, მე არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, ნუ პოლიტიკურად არ ვამბობ. ზოგადად თვითონ ორგანიზება იმ ყველაფრის, რაც გაკეთდა, მე არ ვიცი, ახლა შეიძლებოდა იმაზე მეტის გაკეთება თუ ნაკლების, არ ვიცი, მაგრამ გაკეთდა ისე როგორც გაკეთდა. მეც გეტყვით, ხელისუფლება არ ელოდებოდა ამდენ ხალხს. აი მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ამდენ ხალხს არ ელოდებოდა. პატრიარქს უბრალოდ რაღაც უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა და ხალხი წამოვიდა რეგიონებიდან და მადლობა ხელისუფლებას, რასაკვირველია, რომ ტრანსპორტით უზრუნველყო ეს ყველაფერი, აქ 2 დღე უფასოდ მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ პატრიარქი იყო მთელი საქართველოს პატრიარქი, მას ეკუთვნოდა ფაქტიურად ადამიანების გულები, აი სიყვარული, რომელიც გამოხატეს ადამიანებმა, ამ სიყვარულს ხო გულით ატარებდნენ.
ეს ხო არ მოხდა ერთ დღეში და ორ დღეში, ხო? ანუ პატრიარქმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და ის რაც გაკეთდა, რაც კარგად გაკეთდა, ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის მადლობა იმ ორგანიზატორებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, როცა რეკავთ და რაღაცას ამბობთ, მით უმეტეს აკებთ და ადიდებთ ხელისუფლებას და სახელ და გვარს ამბობთ, ჩვენ გვესმის და მე მგონი ხალხსაც ესმის, რისთვის კეთდება ეს. ნუ გააკეთებთ, ნუ გამოიყენებთ ტელევიზიას ამისთვის. ზარია ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. ისაუბრეთ გისმენთ. ნუ სამწუხაროდ უნდა გაგთიშოთ, იმიტომ რომ თქვენ ისევ ცდილობთ რომ გაიგოთ თქვენი ხმა და ჩვენი ხმა ტელევიზორიდან და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ტელევიზიით თქვენ დაახლოებით 20 წამიანი განსხვავებას გაძლევს 20-25 წამი, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ, მაგრამ დაახლოებით 9 წუთში ეს საუბარი გესმით ტელევიზორით და თქვენ უნდა გვესაუბროთ ტელეფონით. ამიტომ შენ რასაც ამბობ, გოჩა, ძალიან კარგი იქნებოდა, ზოგადად ვამბობ, მაგრამ მე ისიც მინდა გითხრა, რომ ხელისუფლება, რომელიც მზად არის იმისთვის, რომ შენი გეგმა განახორციელოს, ის აქამდე ესე არ მოვიდოდა, ის ბევრ რაღაცასაც აქამდე გააკეთებდა, ხვდები? ნუ მესმის ლოგიკა შენ უბრალოდ გინდა, რომ ადამიანს სიტყვაზე ვამბობ რა, რომელსაც ჩინური არ ესმის და უთხრა, რომ აი ერთდღიანი რაღაც ლინგვისტიკური რაღაც კურსები არსებობს და უნდა ისწავლო და გეუბნება რომ ნუ გამორიცხულია რომ დომებოდა ჩინური აქამდე რაღაცას ვისწავლიდი ხო უკვე მაგრამ არ მინდოდა და არც მაინტერესებდა და არც დღეს მაინტერესებს ამიტომ ნუ მაიძულებ ფაქტურად აი ეს არის ის მიდგომა რომელიც ჩვენ მომავალშიც არაერთხელ წინ დაგვხვდება არაერთხელ მოგვიწევს ამის შეფასება და გაანალიზება მაგრამ ვერ შევცვლით იმიტომ რომ ასეთი რამე იცვლება მხოლოდ იმ ხალხთან, რომელიც ასეთ მიდგომას გვთავაზობს. სამწუხაროდ ასეა, თორე მე სიამოვნებით მაგალითად შეუერთდებოდი შენს მიერ შემოთავაზებულ გეგმას, აი თუნდაც ამნისტიასთან. კაი, შეეშვი პრეზიდენტების შეკრებას, შეეშვი თქვათ იმ ხალხის შეკრებას. თქვათ ეს არ კეთდება და ნუ არც ვიღაცა თulis რომ არც არის საჭირო. მაგრამ ამნისტია ეს მხოლოდ ის ხო არა დღესასწაულებზე ან ხელისუფლების შეცვლაზე ხდება ამნისტია. აი თუნდაც პატრიარქს რო ყველა უყვარდა, პატრიარქის სახელით ეს რო გაეკეთებინათ, ეს იქნებოდა მე დარწმუნებული ვარ რომ მას ეს სიამოვნებოდა ასეთი რამე რომ მომხდარიყო. მაგრამ არის მზად ამისთვის ხელისუფლება. აი შენ ახლა ესეთი შეთავაზება გააკეთე, ხო? კარგი, აქამდე არ იყო მზად. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ გარდატეხა ტვინში არ გჭირდება, რომ გარდატეხო საკუთარი მე ან რაღაც სიამაყის გრძნობა და ასე შემ. არა, აქ უბრალოდ უნდა დაინახო, რომ თურმე ამის გაკეთება შეიძლება. და ეს გოჩა ჯოჯუას კი არ ჩაეთვლება, თქვათ ან გიორგი ლომიას. ჩაეთვლება ხელისუფლებას. სულ გამოვიდეს თქვას რომ აი ესეთ რამეს ვაპირებთ, საერთოდ არ და თქვას კიდევაც სიტყვაზე ვამბობ რა რომ მე არც გამიგია ვინმეს რომ ასეთი რაღაც შეეთავაზა. ეს გააკეთო. ხო, ოღონდ გააკეთე და გააკეთე ეს. არავინ არ გეუბნება მკვლელები და ისინი გამოუშვი, ხო, მაგრამ არიან აქ ფინანსურზე ზიან, რაღაც მცირე რაღაც დანაშაულზე ზიან. გააკეთე დაანახე მის სულს, პატრიარქის სულს ეს ბუნებრივია მოეწონება, იმიტომ რომ თვითონ იყო ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა რაც უფრო მეტად შეეძლო ის შეწყალება გამოევლინებინა ხალხის მიმართ და ამას აკეთებდა კიდევაც და ახერხებდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მზად ამისთვის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. არ ვიცი. დაგვანახოს და კარგი იქნება თუ ამას გააკეთებს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც გოჩას ჩაეთვალოს ეს, გოჩა ჯოჯუას, არც გიორგი ლომიას, არავის არ ჩაეთვალოს, ხელისუფლებას ჩაეთვალოს. ოღონდ გააკეთეთ. იქნება და მართლა მოხვიდეთ რაღაც გონზე და ეს აზრი მოგეწონოთ, იმედი მაქვს. ერთ მაგნას, იმიტომ რომ რა არის გიორგი, ასეთი ნაბიჯებით
იწყება, ხა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს ჰუმანური ნაბიჯია და ჰუმანური და მართალი ნაბიჯის გადადგმა, მე თავისთავად იმ რთულ სიტუაციაშიც, რომელშიც ისინი ხვალდაზე აღმოჩნდებიან და ამას კარგად თვლიან, რომ ეს სირთულეები არის, ხო, ხა ჩვენ სპეციალურად დავლაპარაკობთ ის რაც ხდება, თქვათ, იგივე ირანისა და შტატების, ისრაელის აი სიტუაცია, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ესა როგორც გინდათ ერთი ომი და გინდა მეორე ომი, გინდა უკრაინაში და გინდა იმაში, ეს ის მანძილია, რომელიც მანძილით ელემენტარულად ეს იარაღითაც თავისუფლად წვლებიან. ხეხლა ხან საგერო ნახეთ, რომ 4000 კილომეტრზე წვლებიან, ხო? ანუ აქ საქართველოზე არ არის ლაპარაკი, რომ მოწდომა ჩვენთან, ასე ვთქვათ, შეიძლება შემთხვევითი ისიც კი ჩამოვარდეს, ხო? აი ასეთ სიტუაციაში როცა ვართ, სწორი ნაბიჯების გადადგმა და დანახვება თუნდაც დაპირისპირებულ მხარეებთან შენ ქვეყანაში შიგნით როგორ იქცევი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საფუძველი ხდება ქვეყანაში აგრესიისა მეორე ქვეყნისა, სწორედ შენ ხალხს როგორ ექცევი აქედან გამომდინარე. ანუ შეეძლო და შეიძლება კარტ ბლანშიც კი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, თქვათ, ერთი სიკეთის გაკეთება, ჰუმანური აქტის გაკეთება, რომელიც შეცვლიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სიტუაციას მისთვისაც. მე ამას ვამბობ და ამას გულისხმობ, რომ ჰუმანის თავისთავად პრაგმატულადაც სწორი, ასე ვთქვათ, შედეგები მოყვება თუ ამის დათვლა შეუძლიათ და გააკეთებენ. და ჩაქვენ რომ საჭიროა. საჭიროებას დაინახავ. კი ბატონო, კეთილი ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა, ჩვენ გემშვიდობებით დაახლოებით 10 წუთით, 10 წუთში შევხვდებით მეორე ნაწილში და ჩვენ შემოგვიერთდება ჩვენი კოლეგა საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძე. დროებით.